მე ვარ ნიკოლოს ბრეგაძე, ბრენდ ნიკოლო ბრეგას დამფუძნებელი. ჩვენ ვაწარმოებთ საქართველოში ქართულ ხელნაკეთ სათვალეებს, ასევე დავიწყეთ საათების წარმოება, როგორც ხის, ასევე ვერცხლის ჩარჩოები და გვაქვს ასევე ხალბატონების ჩანთები. ისტორია დაიწყო ასე, პირველად ჩემთვის გავიკეთე ხის სათვალე, რომელიც მოვირგე უნივერსიტეტში, მაშინ ვიყავი მე-4 ან მე-3 კურსზე, ზუსტად არ მახსოვს. და მეკეთა უნივერსიტეტში. ეს უბრალოდ იყო ჩემთვის პირადი გამოყენების ნივთი და რადიკალურად განსხვავდება ეხლანდელი ჩვენი პროდუქციისგან, იმიტომ რომ ეს იყო სახლში მოპოვებული მასალებით გაკეთებული, რაღაცა პარკეტისგან გამოჭრილი ხე, იქ რაღაცა სხვა სათვალისგან ამოღებული შუშა და ნუ ასე შემდეგ, ისე ვთქვათ, აკინძული იყო სათვალეთ და მოეწონა სხვათა შორის უნივერსიტეტში, ჩემს სტატისტიკის ლექტორს მოეწონა ძალიან იდეა თვითონ და მითხრა რომ თუ კარგად ვიმუშავებდი ამ ყველაფერზე, შეიძლებოდა კარგ ბიზნეს მოდელად გადაქცევა ამ ყველაფრის. მეც ცოტა აქტიური ვიყავი სტუდენტობის პერიოდში და არ მეზარებოდა რაღაცების კეთება და მე ვიფიქრე რატომაც არა. იმ დღის შემდეგ დავიწყე ესე ვთქვათ ინფორმაციების მოპოვება როგორც ხელნაკეთ პროდუქციაზე, ასევე სათვალეებზე და დავიწყე ამ საქმის შესწავლა. ამავდროულად მუშაობდი ტექნოლოგიაზე, რომ ჩემი პროდუქცია უფრო მეტად დამეხვეწა და გამეხადა სრულყოფილი. დაახლოებით 5-6 თვე ვიმუშავე პროდუქციაზე, რომელიც შეიძლებოდა რომ გასაყიდად გამომეტანა უკვე ქართულ ბაზარზე. ეს იყო გათენებული ღამეები, ძალიან ბევრი გატეხილი სათვალე ნერვიულობის შედეგად, აი რაღაცა რო არ გამოგდის პროცესში, თუმცა რეალურად საბოლოო ჯამში მაინც მივედი იქ, რომ შევქმენი პროდუქცია, რომელიც გამოთავსე სოციალურ ქსელებში და ძალიან მოეწონა მომხმარებლებს და მე პირველივე დღიდან ვიგრძენი ქართველი ადამიანების გვერდში დგომა, თავიდან მოგეხსენებათ, რომ ბრენდის დაფუძნების პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების დამოკიდებულება და ის სიტყვები, რასაც გეუბნებიან. იყო რა თქმა უნდა, ბევრი დამცინავი რაღაცა რო ufrახის სათვალე და ან არ გამოგივა და რაღაცები, სხვათა შორის ახლობელი ადამიანებისგანაც იყო. იმიტომ რომ უცხოს მაგ დროს ვერ ხვდები იმდენად და ვერ გიზიარებს თავის აზრს და ეს ახლობლები უფრო, ესე ვთქვათ, განწყობილები არ არიან რა, დადებითად ეგეთი რაღაცების მიმართ. ბევრს ეგონა რომ არ გამოვიდოდა. თუმცა ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, რომ მიყვარს შრომა, მუშაობა, გამოვიყვანე. და დღეს ვხედავთ აგერ ბრენდს, რომელიც არის საკმაოდ წარმატებული ჩემი აზრით და კიდე ბევრი მიღწევა გვაქვს წინ და აუცილებლად გავაგრძელებს შრომას, რომ უფრო კარგი მიზნები, ესე ვთქვათ, განვახორციელოთ. თავიდან, როდესაც უკვე შეიქმნა სრულყოფილი პროდუქცია, ეს ყველაფერი იყო ქართულ ბაზარზე მოპოვებული მასალებით, ქართულ ბაზარზე მოპოვებული შეფუთვით და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე პროცესმა აჩვენა, ხალხის დაინტერესება იმდენად მაღალი იყო, პროცესმა აჩვენა, რომ ჩემი პროდუქცია კიდევ უფრო მეტად უნდა განმევითარებინა, დამეხვეწა დიზაინებიც, ხარისხიც, შეფუთვაც და ნუ ყველაფერზე უნდა მეზრუნა მე, რომ ბრენდად ჩამომეყალიბებინა ეს ყველაფერი. თავიდან იყო უბრალოდ სათვალე, მაგრამ შემდეგ უკვე საჭირო იყო ბრენდი. ბრენდისთვის ეს აუცილებელი იყო სახელის მოფიქრებაც. თავიდან უბრალოდ ინიციალებს N-B ესე ვაწერდი დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ჩემს სათვალეებს და შემდეგ უკვე გაჩნდა აუცილებლობა რომ დავარქვათ სახელი და ბევრი ფიქრის შედეგად გადავწყვიტეთ რომ ნიკოლო ბრეგა ესე დავაწეროთ, იმიტომ რომ როგორც ქართულად, ასევე საერთაშორისო ბაზარზეც კარგადაც გამოითქმის და დასამახსოვრებელიც არის. შენ თუ გჯერა იმის რასაც აკეთებ, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ გააქვს უკვე რაღაც გარკვეული საინტერესო ნიუანსები ნაპოვნი ან ბაზარზე, ან ნაპოვნი გაქვს, ასე ვთქვათ, მასშტაბირების შესაძლებლობა. შემდგომ თუ ამის შენ თვითონ გჯერა,
უკვე შეგიძლია რომ სხვებიც დაარწმუნო და სხვების დაარწმუნება ხშირ შემთხვევაში ეს სხვები არიან ის ინვესტორები, ვინც ამ შენს ინოვაციაში და ბაზრის ხედვაში ფული უნდა ჩადონ. არსებობს სხვადასხვა გზა, პირველ ეტაპზე არის შეიძლება მეგობრის თანხა იყოს, შეიძლება ოჯახის წევრების, შესაძლოა ეს იყოს უბრალოდ საგრანტო კონკურსები, არსებობს ასევე სპეციალური ფონდები, რომლებიც მაღალ რისკიან პროექტებში დებენ ფულს. თუმცა საქართველოში ეს შეზღუდულია შედარებით და ამიტომ თავიდანვე შენ თუ გჯერა შენი იდეის და ამის მასშტაბირების და გრძელვადაში უყურებ, რომ გლობალურად იქნები საინტერესო მოთამაშე ამ სფეროში, მაშინ ჯობია რომ თავიდანვე საერთაშორისო აქსელერატორებს მიმართო, რაღაც angel ქსელებს და მოსინჯო იქ ბედი. შეიქმნა ესე ვთქვათ ბრენდი და გადავედით მეორე რთულ ეტაპზე, შეფუთვის პროცესი და ასევე თვითონ მასალები, რაც უკვე რის იმპორტიც უკვე უნდა მოგვეხდით. დავიწყეთ ჩამოტანა მასალების, რა თქმა უნდა, მასალების მოძიება. მასალებში გულისხმობ სათვალის შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ შუშას, დანარჩენი ყველაფერი საქართველოში კეთდება, შუშები ჩამოგვაქვს, თავიდან წარმოებლის პოვნა ცოტა რთული იყო, მაგრამ ესე ვთქვათ, ვიპოვეთ წარმოებელი ამერიკული კომპანია, რომელიც ძალიან კარგი ხარისხის შუშებს აკეთებს და დღემდე ვსარგებლობთ ამ კომპანიით. დანარჩენი რაც არის ყველაფერი საქართველოში მზადდება ჩვენი ხელით. სირთულე ესე ვთქვათ, პირველი ნაბიჯი რაც იყო, გადაუვახეთ და მივიღეთ სრულყოფილი პროდუქცია, რომელიც უკვე შეიძლებოდა ქართულ ბაზარს იქეთ წასულიყო და დაგვეპყრო ესე ვთქვათ სხვა ქვეყნები. პირველი წარმატება იყო როდესაც ამერიკაში ჩვენ გავაკეთეთ ესე ვთქვათ შოურუმი ჩვენი პატარა. ამ შოურუმში ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია ჩვენმა სათვალეებმა და პირველი წარმატება იყო, როცა კაილ ჯენერმა კიმ კარდაშიანის დამ გაიკეთა ჩვენი სათვალე. ეს იყო პირველი წარმატება, რომელიც იმ მოცემულ მომენტში თითქოს ვერ აღვიქვი კარგად, მაგრამ შემდეგ უკვე ისეთი დაინტერესება წამოვიდა ჩვენ ბრენდზე, დაიწერა ძალიან ბევრ ამერიკულ ჟურნალში, დაიწერა ასე ვთქვათ ინტერნეტ ჟურნალებში, იყო დაინტერესება უკვე უცხოეთიდან, როგორც ამერიკიდან, ასევე ევროპის ქვეყნებიდან და მანდ უკვე მივხვდი, რომ რაღაც სხვა ნაბიჯი გადავდგით, ახალი ფურცელი იყო უკვე ჩვენი ბრენდის ისტორიაში. ქონდა გამორჩეული დიზაინები, ქონდა ესე ვთქვათ დახვეწილი პროდუქცია, იყო ხელნაკეთი, რაც მთავარია და ხელნაკეთი პროდუქციის ესე ვთქვათ პლუსი რაც არის მაქსიმალურად კარგად იყო უკვე გამოჩენილი ჩვენ ბრენდში და დავიწყეთ უკვე სხვა მიმართულებით მუშაობა, უფრო აქტიურად, უკვე მანამდე თუ მარტო ვიყავი, მე უკვე ჩემი ძმა ბექაც ჩაერთო უკვე ამ პროცესში და ბექასთან ერთად უკვე გავაგრძელეთ ესე ვთქვათ ორმა ადამიანმა უფრო მეტად ბრენდზე მუშაობა, როგორც მოდელებზე, ასევე კიდევ უფრო მეტად ხარისხზე ვიყავით ორიენტირებული და დღემდე ვართ ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლების აზრებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი პროდუქცია იყოს დახვეწილი, ხარისხიანი და იყოს გამორჩეული. ეს ყველაფერი მე მგონი კარგად გამოგვდის ჯერჯერობით და ვფიქრობ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად წინ წავალთ, იმიტომ რომ ეხლა უკვე ბევრად მეტი ადამიანია ჩართული ჩემი და ჩემი ძმის გარდა ამ ბრენდის აშენებაში და პროდუქციის შექმნაში. რაც მიმაძლევს იმის мотиваციას, რომ უფრო მეტად განმოვითაროთ ჩემი ბრენდი. დიდი გამოწვევა არის ალბათ, რომ შექმნას და დროულად შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც ძალიან მალე მიაღწევს product market fit-ს, ანუ ეს ნიშნავს, რომ შენი პროდუქტი ბაზარს ჭირდება და იპოვი ზუსტად ამ გასაღებს, რითიც ეს მოთხოვნა იქნება. მაგალითად, შეიძლება სტარტაპს აკეთებდე რაღაც კონკრეტულ სფეროში, მაგრამ თავიდან როგორიც წარმოგედგინა ეს პროდუქტი, ზუსტად ისეთი არ იყოს, რაზეც ბაზარზე მოთხოვნა გახდება. თუმცა
ამას მიაგნებ მაშინ, როდესაც შენ ბევრ ცვლილებებს აკეთებ და ზუსტად სტარტაპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსაზღვრელიც არის ის, რომ შენ უნდა შეგეძლოს სწრაფი ადაპტაცია, სწრაფი ცვლილება და ბევრი iterაციების კეთება. მოკლედ, რომ ვთქვათ, სტარტაპი ჩემთვის არის ექსპერიმენტები და კრეატიული ექსპერიმენტის გზა, რომლითაც მიისწრაფი მიზნისკენ, რაც თავიდან დაისახე. ალბათ ისევ ის, რომ საბოლოო ჯამში შექმნა ბიზნესი, რომელიც სწრაფად მასშტაბირებადია და ბევრს მოუტანს სარგებლოს, პირველ რიგში შენ. ხეს რაც შეიძლება ჩვენ ვიყენებთ კაკლის ხეს, რომელიც არის ქართული წარმოების ბრენდი, ყველა ჩვენ სათვალეს აწერია ვერცხლის ფირფიტაზე და არის ხელნაკეთი. ჩვენი ნიშა ეს არის. ძირითადად ჩვენ დავიწყეთ თავიდან ხის სათვალეებით, თუმცა შემდეგ უკვე განვითარება რა თქმა უნდა აუცილებელია. დავამატეთ უჟანგავი მეტალის მოდელები, ასევე გადავედით უკვე ვერცხლის წარმოებაზე, ვაკეთებთ ვერცხლის ჩარჩოებს სათვალისას და რომელიც არის ძალიან დახვეწილი და გამორჩეული. რაც შეეხება დიზაინს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს დიზაინები გამორჩეული და განსხვავებული და იყოს ეს ყველაფერი დახვეწილი. რაც მთავარია, არ უნდა იყოს პლაგიატი და აღებული სხვა რაღაცა ბრენდებისგან, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან ხშირად წავაწყდებით ამას, რომ ჩემ შემთხვევაში ძალიან ხშირად აკეთებენ სხვათა შორის და ჩვენი მოდელები გადააქვთ სხვებს და ჩვენ მე ამაზე გვიწევს ესე ვთქვათ საუბრები იმ ადამიანებთან, რაც ძალიან ცუდია. მე დიზაინს ყველაზე მეტ დროს ვუთმობ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ თვითონ სათვალე ან მოდელი ძალიან მნიშვნელოვანია, ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანმა ყიდვის მომენტშიც და სურვილი რო გაუჩნდეს ყიდვის, დიზაინით იღებს გადაწყვეტილებას ჩემი აზრით და უნდა იყოს გამორჩეული და არა მარტო გამორჩეული, ეს უნდა იყოს კომფორტული. აქ თავარი არის, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან იმდენად კარგად იყოს კავშირში, როგორც დიზაინი, ასევე კომფორტი და მოხმარების კუთხით უნდა იყოს კარგი ადამიანისთვის და ყოველდღიური, რომ ეს ყველაფერი ერთად რომ მოათავსო ერთ პატარა ნივთში, ცოტა რთულია. თუმცა ჩემი საქმე უკვე ეს არის, წლებია ამას ვაკეთებ და სიამოვნებს მე ამ პროცესით, მოკლედ ეს პროცესი და სიამოვნებას ვიღებ. იყო საკმაოდ ბევრი სირთულე, ერთი პერიოდი საერთოდ ფიქრობდი კიდეც, რომ შეიძლება თავი დამენებებინა. თავიდანაც საწყის ეტაპზე, რო გითხრათ, რომ ეხა ჩვენი გაყიდვები რაღაცა სასწაული იყო, ვერ გეტყვით, თავი ძლივს გავქონდა, თითქმის 1 წლის ან მეტის განმავლობაში, თუმცა ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, დანებება რაღაც არ ვარ მიჩვეული ცხოვრებაში და მანამდეც ბევრი სირთულე მქონია ცხოვრებაში და ეს არ იყო რაღაც ისეთი სირთულე, რომელსაც მარტივად ვერ გადავლახავდი. მიზანი მქონდა, ზუსტად ვიცოდი, რომ უნდა გამეკეთებია ეს და ამისთვის ვაკეთებდი ყველაფერს. ყველაფერში ვგულისხმობ იმას, რომ შრომობდი ბევრს, როგორც უკვე გითხარით, ღამეებსაც ვათენებდი ძალიან ბევრს, ალბათ წელიწადში 200 ღამეს. და რა ვიცი, ვაკეთებდი ყველაფერს იმისთვის, რომ მომეყვანა ბრენდი აქამდე და კიდევ მეტს გავაკეთებ, რომ უფრო წინ წავიდე. რაც შეეხება ისტორიას, თვითონ შექმნის პროცესს, ჩვენთვის და ჩვენი გუნდისთვის ეს არის ძალიან სასიამოვნო პროცესი, ასევე მნიშვნელოვანი. რადგან როდესაც ხელით ეხები თითოეულ ნივთს, რაც ჩვენს მაღაზიაშია და შემდეგ ჩვენ ამას ვაძლევთ სხვა ადამიანებს, თითქოს რაღაცა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასვლის დროს სხვა სიცოცხლე აქვს ამ ნივთს და სხვა ღირებულება აქვს. ეს არ არის სტანდარტულად რაღაც დაბეჭდილი ნივთი, რომელიც რაღაც ქარხანამ გააკეთა და იყიდება. ჩვენ აქ თელს სულს გულს ვდებთ თითოეულ პროდუქციაში. ვაკეთებთ ძალიან დიდი ინტერესით, ხალისით და სიყვარულით. თვითონ პროდუქციას რო აიღებთ, თუ ჩვენს გამოგვდის ხანდახან ცუდი და ამას ჩვენ სანამ თაროზე გამოვიტანთ, მანამდე ვნახულობთ, ესე ვთქვათ, კულისებში და რომ თქვენც რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ ეს არ არის გულით გაკეთებული, რაღაც მომენტში შეიძლება ფიქრი გაგექცეს და ეტყობა ეგრევე ზედ რა, რაღაცა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ან იქ რაღაცა არ ზის კარგად რა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრირება მაქსიმალურად იყოს თითოეულ პროდუქციაზე. რაც განაპირობებს შემდგომში უკვე ხარისხს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ პროდუქციის მასალები, ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს, ნატურალური მასალები უნდა იყოს. ზედ თვითონ რაც არის გამოყენებული ზეთების აღებავები, ყველაფერი არის ჯანსაღი, ანტიალერგიული და ნატურალური. ამიტომ
ჩვენ თვითონაც უნდა გვსიამოვნებდეს ეს პროცესი და თვითონ ადამიანის შესაძაც იყიდის ეს უნდა იყოს უსაფრთხო მისთვის და სასიამოვნო უნდა იყოს. ჩვენ ისტორიას ესე ვთქვათ, თაროებიდან გავატანთ ადამიანებს და თვითონ უკვე ცალკე სხვა ისტორიას შეუქმნიან ამ ნივთს. ეს ნივთი ჩვენთან ერთად მე მაქვს დიდი ხნის ჩემი მაგალითად 7 წლის წინ გაკეთებული სათვალე, რომელსაც თავისი რაღაც ისტორია აქვს, სხვანაირი ისტორია აქვს რა. მანამდე არსებული მეტალის ან პლასმასის სათვალეები როცა მქონია, თითქოს იმას არ მოყვება ეს ისტორია და აქ უკვე თვითონ პროდუქციაზეც ეტყობა რა, იმდენად ნატურალური მასალებისგან გაკეთებული, როდესაც არის ის ცვეთაც კი სასიამოვნოა თითქოს და შენთან ერთად რაღაცა ისტორიის მატარებელია, მოგონებებს აგროვებს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს, როდესაც გადავწყვიტეთ რომ უცხოურ ბაზარზე ჩვენ პროდუქცია გაგვეტანა, ამისთვის მნიშვნელოვანი იყო და აუცილებელიც რომ უნდა ყოფილიყო მაღალი ხარისხის, რომელიც იმ კონკრეტული ქვეყნის სტანდარტებს დააკმაყოფილებდა, თუნდაც ევროპის ან ამერიკის. ამისთვის ჩვენ რადგანაც ყველაფერი გავაკეთეთ და იმ ადამიანების, ესე ვთქვათ, მოთხოვნები, რაც იყო ხარისხთან დაკავშირებით დავაკმაყოფილეთ, ჩვენი პროდუქცია უკვე გავიდა როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში და რამდენიმე შოურუმი ახლაც არის წარმოდგენილი იქ ჩვენი, სადაც შეუძლია ადამიანები მივიდნენ და შეარჩიონ მოდელები. ეხლაც აქტიურად ვმუშაობთ ამ ყველაფერზე. ეს მუშაობა არის მუდმივი, ეს არ არის რომ ერთჯერადად გააკეთო და მე დარჩეს ესე ვთქვათ ყოველთვის ძალაში, ყოველდღიურად ჭირდება ამას მუშაობა, ჩვენ რადგანაც მოდის სფეროში ვართ, მოდის სფეროდან ამოვარდნა თუ მოადუნებ ყურადღებას ძალიან მარტივია, იმიტომ რომ სხვა გამოჩნდება რომელიც შენზე უკეთეს შექმნის და ავტომატურად შენ ამოვარდები. ამიტომ ყოველთვის მუდმივად გიწევს შრომა როგორც კოლექციებზე, ასევე ხარისხის დახვეწაზე და პლუს ის კონტაქტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ბრენდთან თანამშრომლობენ. ჩვენი მიზნები არის ესეთი, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გავიზარდოთ როგორც ქართულ ბაზარზე და ცნობიერება გავზარდოთ მომხმარებლებში, ასევე უცხოურ ბაზარზე უფრო მეტად დავიმკვიდროთ თავი. ამისთვის ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ბევრი შრომა არის საჭირო და ჩვენი მხრიდან ეს ყველაფერი აუცილებლად იქნება განხორციელებული და ნაბიჯ-ნაბიჯ ეტაპობრივად მივალთ იქ, სადაც აუცილებელია, რომ მივიდეს ჩვენი ბრენდი და ჩვენი დონის ბრენდი. Am quelafers ახლო მომავალში მაყურებელი ნახავს. Parola protratta, ritratto, promessa, ritorno, protetta, trascino, pensiero profondo, parola protratta, ritratto, promessa, ritorno, protetta. Ჩემები რაც არის, მე რაც ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, რაღაცა კი არა წავიკითხე სადღაც და იმ რჩევას ვიმეორებ, არა, რაც მე გამოვიარე, ესე ვთქვათ, და რაც ჩემი ისტორიას შეეფერება არის ის, რომ პირველ რიგში ალბათ კი არა და არ მოусმინოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უარყოფით გეუბნებათ ნებისმიერ თქვენს წამოწყებაზე რა. არ აქვს მნიშვნელობა რა წამოწყება იქნება, ეს იქნება მოდისფერო რაღაცის კეთება, სწავლა თუ ასე შემდეგ. თუ თქვენ გაქვთ იდეა და ამ იდეას ეგრევე ვიღაცა გიბლოკავთ და უარყოფით გეუბნებათ, საერთოდ ჩამოშორდით იმ ადამიანს კონკრეტული დროის განმავლობაში მაინც. იმიტომ რომ ახდენს ეს ადამიანების ზეგავლენას თქვენს გადაწყვეტილებებზე. ეს იქნება პირველი რჩევა. მეორე რაც იქნება, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებულები იყოთ თქვენს საქმეზე და შეეცადოთ, რომ სხვა საქმით არ დაკავდეთ იმ მომენტში, ან თუ ხართ დაკავებული, იმდენად არ დაკავდეთ, რომ აქ ხელი შეგეშალოთ ამის კეთების პროცესში. და მესამეს, რაც აუცილებელია, გირჩევთ იმას, რომ იყოთ თქვენი საქმის პროფესიონალები. თუ იმ კონკრეტული საქმის პროფესიონალი არ ხარ, რომელ სფეროშიც ხარ, არ აქვს მნიშვნელობა ეს რა იქნება. რაღაცას აკეთებთ, ქმნით თუ მუშაობთ, თუ იმ საქმის პროფესიონალი არ ხართ, საქმე კარგად არ წავა. ამიტომ მაქსიმალურად განვითარება თქვენი თავის როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული არის აუცილებელი.